ეუთოოდირის ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს ისევ აკრიტიკებს. საუბარია გრანტების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებზე, რომლებიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 4 მარტს მიიღო. ახალი რედაქციით გრანტად მიიჩნევა უცხოეთი და ნებისმიერი პირისთვის გადაცემული ფინანსები, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ხოლო თუ პირი გრანტს კანონის გვერდის ავლით მიიღებს, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ცვლილებებით აიკრძალა ხელისუფლების სისტემურად არაღიარება. ადამიანის უფლებათა ოფისი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიღებულ ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვის თავისუფლებაზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობას. უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავიანთი ვალდებულებები დაარღვიეს. შესაბამისად, აწი დარღვევებს შედეგები მოჰყვება, ხოლო სიტუაციის გამოსწორება ისევ დონორებზე იქნება დამოკიდებული. მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ. ასეთია საქართველოს პირველი კანონმდებლის პასუხი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხვალ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწევა. მათივე განცხადების მიხედვით, პარლამენტარები პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. განსახილველი თემები კი ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები, დემოკრატიასთან უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. მწვავე საერთაშორისო გამოხმაურების მიზეზი ამჯერად პარლამენტში 4 მარტს დამტკიცებული და პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს ხელმოწერილი ცვლილებათა პაკეტი გახდა. საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც გრანტის ცნების გაფართოებას და მისი კანონის გვერდის ავლით მიღებაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ეუთოოდირი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის შემზღუდავად მიიჩნევს და თვლის, რომ მკაცრი სასჯელისა და ბუნდოვანი დეფინიციის ფონზე ის სამოქალაქო ორგანიზაციებისა თუ კონკრეტული პირების საქმიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. კანონის ფართომოქმედების მასშტაბმა შესაძლოა გავლენა იქონიოს არამხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ექსპერტებზე, კონსულტანტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე. კაცრი სისხლის სამართლებრივი სასჯელები, ისევე როგორც ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა მასობრივი დაუმორჩილებლობა ან ექსტრემიზმი, რომლებიც შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს. არ შეესაბამება კანონის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი პროგნოზირებადობის შესახებ და თვითნებურად აღსრულების რისკებს ქმნის. ნებისმიერი სახის უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს, რომელიც ძირს გამოუთხრის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას. კრიტიკას არც ევროკავშირიდან დაუგვიანია. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და გაფართოების საკითხებში კომისარი ახალ პაკეტს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ხელისუფლების სისტემური ქმედებების მორიგ ნაბიჯად აღიქვამენ და იქვე აანონსებენ, რომ ევროკავშირის შესაბამისი რეაგირება ამ გადაწყვეტილებასაც მოყვება. ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას აწესებს. მას უცხოური წყაროებიდან მხარდაჭერის მიმღები პირებისა ან ორგანიზაციებისთვის პოტენციური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოაქვს. მისი ბუნდოვანი დებულებები სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და თვითნებური და შერჩევითი აღსრულების მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. წერილობით კრიტიკას ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე. განმარტებით რა და რატომ გადაწყვიტა საკანონმდებლო ორგანომ და როგორ რეაგირებას ელოდებიან დონორებისგან. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გრანტის როგორც გამცემმა, ისე მიმღებმა ორგანიზაციებმა სანქციების თავიდან ასარიდებლად საქართველოს ხელისუფლებას თანხმობისთვის უნდა მიმართონ. უცხო ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა საქართველოში ფულის ხარჯვის შესაძლებლობა საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების საფუძველზე მიიღეს. ამ ვალდებულებების დარღვევა შედეგები მოჰყვება. ბოლო წლების განმავლობაში უცხოელმა დონორებმა თავისი ვალდებულებები არაერთხელ დაარღვიეს და საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდება კანონის გვერდის ავლის კურსის შეცვლასთან დაკავშირებით უგულებელყვეს. რადიკალური პოლიტიკური პარტიების, მოძალადე ჯგუფების დეზინფორმაციისა და ანტიქართული პროპაგანდის დაფინანსებამ და 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის სცენარის მხარდაჭერამ საქართველოში ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობაზე მძიმე გავლენა მოახდინა. უცხოელ დონორებს აქვთ ერთი თვე 2026 წლის 5 აპრილამდე, რათა მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე გრანტებზე თანხმობის მისაღებად. ქართული ოპოზიცია კანონს სალსახად უკავშირებს ხელისუფლების სურვილს ოპონენტები და განსხვავებული აზრის მქონე ორგანიზაციები თუ მოქალაქეები დააშინოს.
თუმცა ამ მიზნის მიღწევაში მათ ეჭვიეპარებათ და ფიქრობენ, რომ სწორედ აქამდე უკვე მიღებული კანონების უშედეგობამ უბიძგა ქართულ ოცნებას ახალი ინიციატივების შემუშავებისკენ. ქართული ოცნების ოცნება არის, რომ საქართველოს მოაქციოს იზოლაციაში და საქართველოს დატოვოს მეგობრების გარეშე. ჩვენი სურვილია, რომ ქართული ოცნება მოხდეს იზოლაციაში და არა საქართველოს მოქალაქეები. იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნება და საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა არის. აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიკური განცხადება, რაც კეთდება ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სხვაგან ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის, ასე ვთქვათ, საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ ნაწილში, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება და საქართველოს მხარდაჭერი განცხადება, ქართველი ხალხის მხარდაჭერი განცხადება. ეს არის კანონი, რომელიც უბრალოდ უკრძალავს მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მათი არჩევანი არის, რომ არავის არ კონდეს უფლება ქართული ოცნების მონიტორინგის თუ ზედამხედველობის ქვეშ ვინმე თავისუფლად იმუშაოს. ეს არის მკაფიო სიგნალი და ნაბიჯი მათი მხრიდან, რომ უკან დახევას არაპირებენ, ძალადობა, ტერორი, მათი პოლიტიკაა, გულისხმობ ქართულ ოცნებას და კი აი ამას აფასებს ეუთო. როგორც მძიმე მოვლენას და ცხადია ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერზე პასუხისგებელი. დასავლეთ სამყარო იმითი გამოირჩევა, რომ კანონის უზენაესობა სასამართლო არსებობს და შეგიძლია თავი დაიცვა და საქართველოში ქმნიან რეპრესიულ კანონმდებლობას და თავის გასამართლებელი სივრცე უბრალოდ არ არსებობს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ 7 კანონში შესატანით ცვლილებათა პაკეტი უკვე განხორციელებულ ქმედებებსა თუ მიზნებს პასუხობს. ცდელობას ქართულ პოლიტიკაში უცხოეთიდან შემოტანილი ფინანსებით გარე ინტერესებიც გატარდეს. შესაბამისად, ქართულ ოცნებაში ამ კუთხით კანონმდებლობის კიდევ უფრო გაფართოებას და გამკაცრებას არ გამორიცხავენ. ეს კანონმდებლობა ჩვენ არ წამოგვიწყია, როდესაც ასე თავხედურად დაიწყეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, შავი ფულის შემოტანა, ამ გრანტების გამოყენება არადანიშნულებისამებრ და რევოლუციურ სიტუაციაში გამოყენება ამისა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ეს პირველი ნაბიჯები და გრძელდება ეს ნაბიჯები. ყველა შემდგომი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ეს იყოს საპასუხო ნაბიჯი მათი არაკანონიერი ქმედების გასანეიტრალებლად. თუ კიდევ ვიპოვეთ ჩვენ რაიმე ხრელს კანონმდებლობაში, რომლის გამოყენებასაც ისინი აპირებენ უკანონოდ შავი ფულის შემოსატანად საქართველოში, კიდევ დავაინეცირებთ ახალ კანონმდებლობას, რომელიც ამას ამოქოლავს. ამას პირდებით ყველას. ეს კანონი ერთადერთ რაღაცას ემსახურება, რომ უცხოურმა ფულმა არიტრიალოს ქართულ პოლიტიკაში, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ უცხოურ ძალებს, არა მარტო საქართველოში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ვინაიდან უცხოურ დაფინანსებას მოყვება უცხო ინტერესი და პოლიტიკაში ეს არ უნდა მონაწილეობდეს. ამ შემთხვევაში ანალოგიურზე ვსაუბრობთ, უბრალოდ პოლიტიკის ირიბად დაფინანსებას ვზღუდავთ, თორე დანარჩენი ნებისმიერი ტიპის გრანტი, რომელიც შეიძლება გაიცეს NGO ორგანიზაციაზე, მთავრობა მხოლოდ მიესალმება თუ ის გამოადგება საქართველოს, მაგრამ ისეთი ტიპის გრანტი, რომელიც იქნება პოლიტიკური დანიშნულების, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა რომ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა მიიღოს უცხოურმა ფულმა. ახლად დამტკიცებული ცვლილებები სავარაუდოდ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 8-10 მარტს შედგება. ასამბლეის პრესსამსახურის ცნობით მაღალი დონის დელეგაცია შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ აქტორებთან გამართავს.